წელთან შედარებით გაგიძვირდეთ თუ არა სამომხმარებლო კალათა? კი, რა თქმა უნდა გაძვირებულია და ძალიან შესამჩნევად გამიძვირდა. ვერ ვყიდულობ იმ თანხით ახლა იმ პროდუქტს, რასაც ვყიდულობდი წინათ, თანაც გვიხდიან უმწაობას, ბაგდება ყველაფერში, რა თქმა უნდა და ძალიან მიჭირს. ძალიან. თითქმის არაფერი არ შეცვლილი ფასები არის ნორმალური როგორც იყო წინაწელს ისე ცოტა არის გაძვირებული გლეხის პროდუქტი. წინა წლებთან შედარებით ყველაფერი მომატებულია. როგორც დოლარმა მოემატა ყველაფერი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ბაზარში. ძალიან კრიზისული მდგომარეობა. აი ხალხსაც უჭირს, ძალიან უჭირს. ერთი თავი ხალხს ყიდულობს, ხალხი სადღაც 5-6 კილო მიქონდა იქ ყიდულობენ 1 კილოს, იმიტომ რომ უჭირთ. დოლარმა საშინლად მოიმატა. რა ვიცი რა, კრიზისულ მდგომარეობაში ვარ. შარშან წინდელი მუშაობა სხვა იყო, წელს საერთოდ ჩავარდა მუშაობა. მირბის დოლარი მაღლა მიფრინავს, ჩვენს მივზევს მაგაზოგანი. ყველაფერი გაძვირებულია, რაც არის კიტრი, ნახევარი, კარტოფილი, ლარი, ხახვი, ლარი, შარშანის ყველაფერი 51 წლის დროში, ივლისის თვეში. ივლისის თვეში რო კიტრი და პამინდორი, ნახევარი და 2 ლარი ის იმედი უნდა გქონდეს. იმიტომ გადვიდა რომ არა. ფული არ მაქვს, საჭმელი არ მაქვს. Stama, რა გერდა ფერე ფულიანი რო არა ფული რო იყიდოს და ვინ მოვა ვინ მიაყან დოლარი გაძვირდა ყველაფერი გაძვირებული მაშინად გაიზარდა რისი ფასი არაა მომატებული შარშან ამ დროს ლარებში ვეხვეწებოდი და სპორტებში კიდე ხალხ შარშანთან შედარებით ძალიან მომატებულია ფასები. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიმართება შეიძლება დოლარის კურსთან აწევაში. ეს პირდაპირ ძართმას აღებს გლეხებს. იმიტომ რომ ძალიან ცუდად საფრთხეა მაგის ეკონომიკა. მე მგონი შარშანთან შედარებით ცხოვრება ძალიან გაძვირდა და ძალიან გაუარესდა. ნუ ყველი 1 კილოგრამი ყველი შარშან ამ დროს ღირდა 8 ლარი. წელს 12-13 ლარი. 5 ერთეულთან მომატებული ძალიან ცუდია. თვითონაც ხალხის ვერ ყიდულობს. თვითონაც გლეხი ვერ ასაღებს, ძალიან კრიტიკული სიტუაციაა. ჩემთვის ყველაფერი უკეთესია.